ველოსიპედს ხელახლა ვერ გამოიგონებ. ეს ყველასათვის ცნობილი ფრაზაა, მაგრამ მის ხელახლა გამოგონებას არც არავინ აპირებს. იგი ისედაც საკმაოდ დახვეწილი ტრანსპორტია. ორთხოვა პირველად 1780 წელს საფრანგეთში გამოჩნდა, რომელიც ხის ცხენს წააგავდა. მისი გამომგონებელი ცნობილი არ არის, თუმცა მოგვიანებით ანალოგიური ტრანსპორტი გერმანელმა ბარონ კარლ დრაიზმა შექმნა. სწორედ ნოვატორის საპატივსაცემად ველოსიპედს დრაიზენი უწოდეს. მარტივი აგებულების მიუხედავად ამ ველოსიპედს თულებთან ერთად საჭეც და მთასაჯდომის კამის ჰქონდა. 1871 წელს ფრანგი მამაშვილის ერნესტ და პიერ მეგუების საშუალებით ველოსიპედი უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. მათ კონსტრუქციას სადარფულები დაუმატეს და ველოსიპედი უწოდეს. 1870 წელს ბრიტანეთში პირველად გამოჩნდა დიდ ბორბლიანი ველოსიპედი. წინა და უკანა ბორბალი ზომით ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ინგლისელები ამ ველოსიპედს პენი ფართინგს უწოდებდნენ, რომლებიც ინგლისური მონეტები იყო და ზომებით სხვადასხვა ჰქონდათ. პენი ფართინგის შემდეგი გამოგონება უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელი იყო, რადგან მას თანაბარი ზომის ბორბლები ჰქონდა. ის ცნობილი გახდა როგორც ველოსიკლეტი და მიახლოებული იყო თანამედროვე ველოსიპედთან. თუმცა აქ არ სრულდება ველოსიპედის განვითარების საფეხურები. 1879 წელს ინგლისელმა ჰენრი ლევსონმა პარიზში მოწყობილ გამოფენაზე ახალი მოდელი წარადგინა, რომელსაც რეზინის ორი მსუბუქი თვალი ჰქონდა. 1903 წელს კი საფრანგეთმა პირველად უმასპინძლა ველორბოლას სახელწოდებით Tour de France. ამის შემდეგ ეს სამკვირიანი შეჯიბრი ყოველწლიურად ეწყობა. დღეს ველოსიპედის რამდენიმე სახეობა არსებობს. უნიციკლი, ანუ ერთადგილიანი ველოსიპედი. მას ერთი ბორბალი და ყველა ის ნაწილი აქვს, რომლითაც ჩვეულებრივი ორბორბლიანი ველოსიპედია აწყობილი. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ერთი ბორბლისგან შედგება და მძღოლი ზის თავად ბორბლის შუაში. მონოციკლები ასევე გვხვდება მოტორიზირებულიც. ლიგერადი ორბორბლიანი ან სამბორბლიანი ველოსიპედია, რომელიც ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში უნდა მართოთ. ტრიციკლი ეს სამბორბლიანი ველოსიპედი ბავშვებისთვისაა შექმნილი. არსებობს დიდი ზომის ტრიციკლები, რომლებიც მიმართულია მათთვის, ვისაც წონასწორობის დაცვის პრობლემა აქვს. ტანდემი ველოსიპედი ორი ადამიანისთვის, რომელთაც თავიანთი პედლები აქვთ. ამ ტიპის ველოსიპედებში ერთი მეორის უკან ზის. ტანდემები ასევე არსებობს 3 და მეტი ადამიანისთვისაც. დღეს ველოსიპედი მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა, რადგან ის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ველოსიპედი ცერნობისას ტვინი სიხარულის ჰორმონით, ენდორფინით მარაგდება. შესაბამისად, ადამიანი კარგ გუნება-განწყობაზე დგება. საშუალო სიჩქარით მოსიარულე ველოსიპედისტი ნახევარ საათში 200 კალორიასაც კი წვავს.